რა მიდგომა ამერიკული თარგმნით ეხა ამერიკაში უამრავი სხვა საკითხია რომელიც საქართველოში ვერ დაინერგება დაწყებული იმით რომ თქვა იარაღის ტარება თავისუფალია დამთავრებული იმით რომ თქვა სამი ჯანმრთელობის დაზღვევა ჭირდება ადამიანს იმიტომ რომ სტომატოლოგია და ვისაც თვალები ცალკე ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა იყიდოს ადამიანს ხო ეს არა გვაქვს საქართველოში და ლაპარაკი რომ აი ამერიკიდან სიტყვით თარგმნეთ და ესე იგი კარგია ეს ახლა რა თქმა უნდა ძალიან ესეთი პრიმიტიული მიდგომაა გადმოიტანეს იმიტომ და თარგმნეს იმიტომ რომ ჰქონდათ ასე თქვა ეს თქვათ რაღაცა დამცავი PR-ისთვის ისა რა კაი მესიჯია. თქვენ რუსულს ეძახით, ჩვენ ვიტყვით რომ ამერიკულია, ხო? იმიტომ რომ ამ სიტყვით თარგმნეთ და შინაარსი კონტექსტი, ხო? პოლიტიკის ამოსავალი წერტილი, ხო? შინაარსი კონტექსტი საერთოდ გაუთვალისწინებელია და ზოგადად რა თქმა უნდა ეს კანონი იმ და ნუ წინა კანონი და ეს კანონი გაგრძელებაა და ნუ გამკაცრებაა და მეორე მხრივ არის ასიმეტრიული პასუხი თქვა დასავლეთს რომ ეხა ხო რა თქმა უნდა ხა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციებს ვერ დაუწესებენ ხო რა თქმა უნდა მაგრამ შეიძლება ითქვას რომ კაი თქვენ მე სანქციებს მიწესებთ მე ვისაც მივიჩნევ რომ თქვენი ინტერესების გამტარებელია ბჭყალებში აგენტია ან აი რა ვიცი ესე მე იმათ შევზღუდავ და იმათ შევამიწროებ იმიტომ რომ ხა მე ხო ამერიკას და ბრიტანეთს ვერ მიწვდებიან და შესაბამისად ამბობენ რომ აი თქვენი დასაყრდენი ვინც არის ამ ქვეყანაში ჩვენ მათ შევზღუდავთ თუ თქვენ სანქციებს გვიწესებთ და ხელს არ გვახსენებთ ჩვენ მათ შევზღუდავთ და ეს გრანტის კანონიც ხო არ ვიცი მიიღეს თუ არა რომ თავრობის თანხმობა ჭირდება ხო ეგეც იმაზე პასუხია რომ აი ხო თუ თქვენ არ მელაპარაკებით მაშინ ჩვენც რაღაცა ხო სიმეტრიული პასუხი ვერ იქნება კიდე ერთხელ ხო ჩვენ ვერ დაუწესებთ ხა ბრიტანეთის გენპროკურორს სანქციებს და შესაბამისად ჩვენი პასუხი არის რომ საქართველოს თავრობის პასუხი არის რომ ვიც მოიაზრებოს რომ თქვა დასავლეთის ინტერესებს ატარებს ჭყალებში ისინი უნდა შევზღუდოთ